ბელგიის გულში ერთი დიდებული სასახლე აშენდა 1633 წელს. ერთმა კეთილშობილმა ოჯახმა, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ამ ადგილის ისტორიაში. მაგრამ წლების განმავლობაში სასახლე ხელიდან ხელში გადადიოდა და მე-19 საუკუნეში ის შეიძინა გავლენიანმა ბრიტანელმა ოჯახმა ოტკინსებმა, რომლებიც ცნობილნი იყვნენ ანტიკვარიატისა და ხელოვნების ბიზნესში წარმატებით. ოტკინსების ოჯახს დიდი გეგმები ჰქონდა სასახლესთან დაკავშირებით. იმედოვნებდნენ, რომ თავიანთ საქმიანობას ბელგიაში გააფართოვებდნენ და გარკვეული დროით სასახლეს საკუთარ სახლად აქციეს. კრისტოფ ატკინსი და მისი და მარი ნოელი ამ კედლებში გაიზარდნენ, ოჯახის სიმდიდრისა და წარმატების დიდებულებით გაშემორტმულნი. დროის გასვლასთან ერთად მათი გზები გაიღო. მარი ნოელმა უნივერსიტეტი დაამთავრა და სხვა ცხოვრებაზე ოცნებობდა. ის ისრაელში გადავიდა, რათა იურიდიული განათლება მიეღო. ამასობაში კრისტოფმა ოჯახის ბიზნესი გადაიბარა და მამის საქმეს გააფართოვა. ის იყო ადამიანი მრავალგვარი ვნებებითა და სიამოვნებებით. მეორე საყვარელი ჰყავდა და მოგზაურობისადმი დიდი ლტოლვა ჰქონდა. დიდრულად ცხოვრობდა, საქმიანი მოგზაურობებით მსოფლიოს ირგვლივ და ცხოვრებით ბოლომდე ტყვებოდა. მაგრამ შემდეგ 2017 წელს სასახლე დადუმდა. ის მიტოვებული იყო და ბუნების ძალებს მიენდო. კრისტოფისა და მისი დის, მარი ნოელის ადგილსამყოფელი უცნობია. რა დაემართა ამ ერთ დროს დიდ ატკინსების ოჯახს? რა საიდუმლოებებს ინახავს მიტოვებული სასახლის კედლები? შემოგვიერთდით, როცა ვიკვლევთ ამ დავიწყებული ადგილის საიდუმლოებებს და ვამჟღავნებთ დრამატულ და საინტერესო ისტორიას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Bros of Decay-ზე. მე ვარ ლესლი და დღეს წარმოგიდგენთ ძალიან განსაკუთრებულ ადგილს. ჩემი სამშობლოდან, ბელგიიდან, მე-17 საუკუნის 1633 წლიდან ერთ-ერთი სასახლე. 4 საუკუნის ისტორია ამ სასახლეში ჩადებული. თავდაპირველად ეკუთვნოდა ბელგიელ არისტოკრატულ ოჯახს, მოგვიანებით კი ატკინსების ოჯახს და მათ ხელოვნების კოლექციებსა და ხელოვნებით ვაჭრობას მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ფანტასტიკური მოგზაურობა. და მე წაგიყვანთ ყველა კუთხეში. ამ ლამაზი, საიდუმლოებით მოცული და რომანტიკული ადგილის ყველა დეტალს გაჩვენებთ. ეს სასახლე მართლაც უზარმაზარია. ძალიან მომწონს მისი სტილი. შემიძლია შევადარო იმ სასახლეებს, რომლებიც ჩემს სამშობლოში მინინახავს. განსაკუთრებით მომწონს ეს უზარმაზარი წინაკარი, რომელიც აქ გვაქვს. ხედავთ, როგორ იღება კარი, რომ ხალხი და სტუმრები შიგნით შევიდნენ. ზემოთ კი, იქაც კი, ჯერ კიდევ კიდია ფარნი. ვაუ. და ეს არის უზარმაზარი ეზო, რომელიც ამ ადგილს აკრავს. ადრე ხალხი აქ ცხენებით და ეტლებით შემოდიოდა და აქ აჩერებდა მათ. მოგვიანებით კი უკვე მანქანებით შემოდიოდნენ.
აქ ცხოვრები ატკინსების ოჯახი ძალიან დიდარი და გავლენიანი იყო და ნამდვილად ბევრი მანქანა ჰყავდათ, რომლებიც აქ ინახებოდა. ვაუ. მინდა მოგცეთ ამ ადგილის ზოგადი წარმოდგენა, სანამ შიგნით შევალთ და გაჩვენებთ ყველა დეტალს ამ საოცარი ადგილის. სასახლე. ვაუ, გარედან ეს ადგილი მართლაც დიდებულია, მაგრამ ეხლა შევიდეთ შიგნით და აქ ყველაფერი მთლიანად ბალახითაა დაფარული. თუმცა ჩამოყალიბდა ერთგვარი შესასვლელი სასახლის სარდაფში. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან აქ ყველაფერი მორყეულია. მაშინვე შევდივართ ძალიან ლამაზ სარდაფში. ამ ადგილის ყველა არქიტექტურული დეტალი აქვე ჩანს. ვაუ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლაც ძველ ბელგიურ სასახლეში შევდივარ. აქ გვაქვს კარის ღიობი, წარწერით ტუალეტი. კარზე წერია ტუალეტი. ასე რომ ვფიქრობ, როცა გუსტავს ეს სასახლე და ბიზნესი ქონდა, ამ ადგილს ასევე იყენებდა როგორც ხელოვნების გალერეას. სტუმრებს იწვევდა, შეიძლება აქაც აძინებდა. არ მგონია მაშინ სასტუმრო ყოფილიყო, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს. ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ კლიენტები აქ ხელოვნების გალერეის სანახავად და მსგავსი რაღაცებისთვის მოდიოდნენ. მოდით შევხედოთ ამ ოთახში. დიახ, მაშინვე ვხედავ, რომ ეს ციხე აშენდა 1633 წელს. ეს თაღები ამას ნამდვილად ადასტურებს. ძალიან მომწონს სვეტებიც ოთახის შუაში, აქედანაც აშკარად ჩანს, თუ აქ გადმოხვალთ. ისინი მთლიანად მარმარილოსგანაა გაკეთებული. შეგიძლიათ დაინახოთ თეთრი ძარღვები შიგნით. ზოგჯერ ყალბ სვეტებსაც ხედავთ. მაგალითად, ჩიკაგოს ბანკში, რომელიც გადავიღე, აქ ზემოთ დავამატებ მულს, მაგრამ ჩიკაგოს ბანკში უზარმაზარი ყალბის სვეტები იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ევროპაში ყველა ნამდვილია. და როგორც ხედავთ, ეს ოთახიც ადრე ტუალეტი იყო, ძალიან პრიმიტიული. შეგიძლიათ ნახოთ ესეც. კარგი, წავიდეთ სარდაფში უფრო დაბში, უფრო შორს და აქ შევდივართ რაღაც კორიდორში, სადაც მარცხნივ კიბეა, რომელიც ციხესიმაგრეში ადის. არ ვიცი ეს კარი რა არის, ჩაკეტილი ჩანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან მომწონს ამ ადგილას არსებული კარები. ყველა მარმარილოსგანაა, ამ მდიდარი ქვისგან. როგორც ხედავთ, ძალიან მტკიცეა და უკვე 4 საუკუნე აქ დგას. და ეს ხის კარებიც, მოდი გავხსნათ, დავუხუროთ ოთახებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შიგნით. უკვე ვნახე ეს ოთახი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ადრე მოსამსახურეების საცხოვრებელი ნაწილი იყო, სადაც ოჯახის მსახურები ამზადებდნენ საჭმელს ოჯახისათვის. რადგან 1623 წელს ბელგიურმა ოჯახმა ააშენა ეს ადგილი, ისინი არისტოკრატები იყვნენ, რა თქმა უნდა, მსახურებიც ჰყავდათ და მსახურები აქ მუშაობდნენ. აქვე ეძინათ ამ კორიდორებში და დიახ, ეს იყო მათი სივრცე. აქ წინ უზარმაზარი ბუხარია, იმ დროს აქ ქურები იქნებოდა, სამზარეულოს ადგილები და ყველაფერი. თუ აქ ქვეშ შეხვალთ, შეგიძლიათ ნახოთ უზარმაზარი გამწოვი, რომელიც აქ გვაქვს. ვაუ. ეს რაღაც ძალიან უნიკალურია, მაგრამ მგონია, ვიცი რა იყო ეს ადრე. აქ ბოლოში ქვაბი ეკიდებოდა და მე მგონია, რომ მას ბუხარში შეწევდნენ და ბუხრიდან ასე გამოირებდნენ ამ უზარმაზარი სახსრით, რომელიც აქ გვაქვს. ამ ბუხარს ძალიან ლამაზი დეტალი აქვს. ასეთი რამე არასდროს მინახავს. ასახავს ასეთი რამე პირველად ხედავ. ვაუ. აქ ამ მხარეს შეგვიძლია დავინახოთ ის ღუმელები, რომელთა შესახებაც საუბრობდი. არ ვიცი, ზუსტად ესენი იყო თუ არა ამ ბუხრის ქვეშ, მაგრამ აშკარად ამ ადგილიდანაა. ვაუ, რა ლამაზები არიან და მთლიანად ჟანგიანები. ვაუ, ეს პატარა სარდაფი ძალიან მომწონს. აქაც არის კასრები. მეტიც, აქ უკან კიდევ უფრო მეტი ჩანს. მოდი შეხედე. ვაუ, აქ იატაკზე ასობით მტვრიანი ღვინის ბოთლია დარჩენილი. ვაუ.
ეს ყოველთვის ტრადიციაა ციხესიმაგრეებისთვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, რომ აწარმოონ საკუთარი ღვინოები და აუცილებლად ჰქონდეთ ღვინის მარანი. ღვინო იმ პერიოდისთვის კეთილშობილი სასმელია. ვაუ, საოცარია. და აქაც შეგიძლიათ ნახოთ თაღოვანი ჭერის სტილი, რომელიც ყველგან გრძელდება. ასე აშენებდნენ ამ მასიურ ნაგებობებს იმ დროს. ასე უჭერდნენ ციხესიმაგრის სიმძიმეს. როგორც დღეს გვაქვს საძირკველი, ეს არის ციხესიმაგრის საძირკველი. რა თქმა უნდა, აქ ქვეშაც არის საძირკველი, მაგრამ სწორედ ეს ინარჩუნებს ყველაფერს ზემოთ სტაბილურად. კარგი, ვფიქრობ დრო ავიდეთ ზემოთ და დავათვალიეროთ ციხესიმაგრის ის სივრცეები, რადგან წინ ეპიკური დათვალიერება გველის. ეხლა გადავიდეთ ციხესიმაგრის მთავარ ნაწილში, ამ ოჯახის საცხოვრებელ სივრცეში. ძალიან აღფრთოვანებულია, რომ გაჩვენოთ ამ საოცარი ადგილის ყველა დეტალი. უბრალოდ შეხედეთ ამ ადგილის გარე ნაწილს, ამ შესანიშნავ დერეფანს, საიდუმლოებები, რომლებიც ჯერ კიდევ გასახსნელია. მაგრამ ჯერ მინდა შეგიყვანოთ აქ. ციხესიმაგრის ამ ნაწილში ეს არის პატარა კარები კიბის მარჯვენა მხარეს, რომელიც მიგვიყვანს დერეფანში, რომელიც კუთხეში შევამჩნიე და აბსოლუტურად მომხივლელია. არა ეს ნაწილი, ეს უბრალოდ ანტიკვარიატის გროვაა ერთმანეთზე დაწყობილი. ქრისტოფი ანტიკვარიატის ბიზნესს ეწეოდა და კოლექციონერია. მას ათასობით ანტიკვარიატი აქვს მთელ სახლში მიმოფანტული. მაგრამ არა, რაც მინდოდა გეჩვენათ, არის ეს ოთახი აქ, ჩვენს მარცხენა მხარეს. ჩემს აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ოთახი მთელ ამ სასახლეში და ციხესიმაგრეში. ოთახი, რომლის არსებობას ბელგიაში არ იფიქრებდით. მე ამ ოთახს იტალიურ სტილსა და არქიტექტურას მივაკუთვნებდი. შეგიძლიათ ნახოთ ეს კედელზე შელესვის ნამუშევრებიდან აქ. მას იარაღების ოთახს ან შეიარაღების ოთახს ეძახიან. ასე ეწოდებოდა ამ ციხესიმაგრეში. ასე იმიტომ ქვია, რომ ამ ოთახში შელესვის ყველა ნამუშევარი ძველ აბჯრებს ასახავს. ასევე გას, იარაღებს, מחვილებს და სხვა მრავალ ნივთს. და ძალიან მომწონს, რომ ეს თითქოს სამგანზომილებიანი დიზაინია. ალბათ მაშინ გაკეთებული, როცა ეს ციხე სიმაგრე აშენდა. ძალიან ლამაზია, აქ ფარი გაქვს და რა თქმა უნდა, წინა მხარეს მთელი ეს ლესვის ორნამენტები ძალიან დეტალურადაა შესრულებული. და ამ ოთახის ყოველი კუთხე მართლაც დეტალურადაა დაპროექტებული. ამას აქაურობის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ოთახად აქცევს. ძალიან მომწონს აქ ეს ნახატი, სადაც ციხესიმაგრეა, ან ქალაქის გარე კედელი, როგორც ხედავთ. ვაუ. უბრალოდ დიდებული. აქ შეგვიძლია ვნახოთ რაინდის ჯავშანი. მის გარშემო მყოფი מחვილები და შუბები. და ზემოთაც კი ჭერში ამოჭრილი ვაზებიც გვაქვს. მაგრამ ძალიან სამწუხაროა და ამ ადგილის მწარე რეალობა ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ქრისტოფმა ეს ადგილი მიატოვა, ის ნელ-ნელა ნადგურდება და იშლება. მათ დაიწყეს ამ ადგილის რემონტის მცდელობა, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ეტაპზე შეწყვიტეს და აღარ გააგრძელეს. ხელით ნაკვეთი, ხის ქანდაკება, მგონი წმინდანის ან მღვდლის. ან იქნებ ბერი, მას აქვს ეს ტიპიური. ბელგიურ მონასტრებში ბერებს დამახასიათებელი ასეთი სამოსი აცვიათ, ხო? ნამდვილად ასეთ რამეს იცვამენ. ბელგიაში რამდენჯერმე ვყოფილ ვარ მონასტერში, შესანიშნავია. და აქ მარჯვნივ შეგვიძლია დავინახოთ მაგიდა, სადაც ქრისტოფე თავის ყველა საქმეს აკეთებდა. სადაც ის უკავშირდებოდა თავის კლიენტებს, წერდა წერილებს და აკეთებდა ყველანაირ საქმეს აქ, ყველანაირ ბიზნესს. მისი ქუდი ჯერ კიდევ კიდია სკამის გვერდით, ულამაზესი ანტიკური გაწყობის სკამი დგას მაგიდის წინ და წიგნი ისევ გახსნილია წითელ გვერდზე.
აქვე გვაქვს მამაკაცის სურათიც და ვფიქრობ, ეს ადამიანი, რომელსაც ახლა ვხედავთ, შეიძლება იყოს ბატონი ქრისტოფე. ჩვენ საფუძვლიანი კვლევა ჩავატარეთ ამ ადამიანზე და გავარკვიეთ, რომ ის იყო კაცი, რომელიც მდიდრულად ცხოვრობდა. მას არ ყავდა შვილები, მაგრამ ჰყავდა ბევრი საყვარელი. მთელ სასახლეში შეგვიძლია ვნახოთ სასიყვარულო წერილები, სხვადასხვა ქალისგან, რომლებიც აქ ჰყავდა, ან რომლებსაც თან დახვებოდა მოგზაურობაში. და წლების განმავლობაში ეს ქალები წერილებს წერდნენ. ამასაც მოგვიანებით გაჩვენებთ ვიდეოში. და აქ, ოთახის კუთხეში, გვაქვს უზარმაზარი როიალი, მართლაც ულამაზესი ინსტრუმენტია. მოდით ვნახოთ, ისე უკრავს თუ არა. ვაუ, სავარაუდოდ შეკვეთითაა დამზადებული საფრანგეთში, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომელ ქვეყანაშია ეს კონკრეტული როიალი დამზადებული. მიტოვებულ ადგილებში როიალებს იშვიათად ნახავთ. ამიტომ ყოველთვის ძალიან მიხარია, როცა ასეთი ინსტრუმენტს ხვდები. როგორც ხედავთ, მართლაც ულამაზესი ნამუშევარია. კიდევ ერთი რამ, რაც დამოვიცდა აღნიშნო ამ ოთახის კუთხეში, არის ეს თამაში მარმარილოს ბურთებით. არ ვიცი რა წარმოშობისაა ეს თამაში, ვფიქრობ შეიძლება აზიური ანტიკური თამაში იყოს, რადგან მას ასევე ჰქონდა ხელოვნების კოლექციონერის დილერობა პეკინში, ჩინეთში, რომელიც ასევე მის საკუთრებაში იყო. ასე რომ შესაძლოა ეს აზიური თამაშია. თუ ვინმე მიცის, გთხოვთ შევატყობინოთ, იქნებ ამ ადგილის ერთ-ერთი წინაპარია. ვაუ! აქედან შეგვიძლია გარეთ შევიხედოთ. სასახლის. კიდევ უფრო მეტი ხელოვნების ნიმუშია პიანინოს უკან. აქ შეგიძლიათ ნახოთ ეს ქალი, ლამაზი გვირგვინით თავზე, რომელიც ლორდ ვეიკფილდ ჰეპტმა აჩუქა. ეს საჩუქარია, რომელიც 1931 წლის აპრილში გადაეცა. შეგიძლიათ ნახოთ, რომ კედლებში ასევე ამოტვიფრულია მუსიკალური ინსტრუმენტები. ან ამ ოთახის კედლებში ჩასმულია. და აქ მათ დაიწყეს ძალისხმევა, რომ პირდაპირ გადაარჩინონ კედლებზე არსებული ხელოვნების ნიმუშები. მათ დაამზადეს ეს ჩარჩოები, რომ შეენარჩუნებინათ შელესილი ნაწილები. და აქაც შეგიძლიათ ნახოთ, ალბათ ეს ნაწილი კედლიდან სვიოდა და მათ სცადეს მისი გადარჩენა, რომ დაეცვათ ის ფარი, რომელიც იქ უკან არის გამოფენილი. და აქ ალბათ ჭერის შესანარჩუნებლად საყრდენი დაამაგრეს, რადგან ყველაფერი იატაკზე ეცემა. მაგრამ პირველი რაც შევამჩნიე, როცა ამ ოთახში შევედი, ეს იყო ეს საქანელა ცხენი. რა თქმა უნდა, ეხლა უბრალოდ ვსაუბრობ მასზე, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო ნივთია. ეს არის ბავშვების სათამაშო 30-იანი, 40-იანი წლებიდან, შეიძლება 20-იანი წლებიდანაც კი. ეს ადგილი ძალიან ძველია და სწორედ ამით თამაშობდნენ ბავშვები. იმ დროს ახლა ამას ვეღარ წარმოვიდგენთ, მაგრამ ეს ისეთი შესანიშნავი ხელობის ნიმუშია, რომელმაც ამ ადგილას მცხოვრებ ბავშვებს დიდი სიხარული მოუტანა. როდესაც ქრისტოფმა გადაიბარა, სამწუხაროდ მას შემდეგ აქ არც ერთი ბავშვი აღარ უცხოვრია. მაგრამ მანამდე ალბათ ის და მისი და მასე ირწეოდნენ. შემიძლია აქ უკან დავინახო, ეს არის ქვემეხის ლულა. აქ ქვემოთ არის ბირთვები. ნამდვილად მესმის, რატომ ეძახიან ამას იარაღების ოთახს, რადგან ამ ოთახში თითოეული თაბაშირის ორნამენტი რაღაცას უკავშირდება არმიას, ომს. ეს მშვენიერია. წიგნების თარო მთლიანად სავსეა წიგნებით ამ მხარეს. და შემდეგ, რა თქმა უნდა, რადგან ეს მე-17 საუკუნის სასახლეა, უნდა გქონდეს ბუხარი. და აქ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ნახოთ იტალიური დიზაინის დაბრუნება. ეს ბუხარი ტიპური იტალიური ნამუშევარია. იტალიური მარმარილო, იტალიური დიზაინი. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივია იტალიური ბუხრების არსებობა ბელგიურ ან ფრანგულ სასახლეებში, მაგრამ ასევე ჩანს, რომ მათ სურდათ იტალიური სტილის წარმოჩენა ამ ადგილას. მშვენიერი ბუხარია მის წინ. და შეხედეთ ამ უზარმაზარ საბერველს პირდაპირ ბუხრის გვერდით აქ. ვიცი. მიყვარს ეს. ვფიქრობ, იმ დროს ეს აქ არ იყო, ასე რომ ცეცხლს იქანთებდნენ. საათის ციფერბლადი ბუხრის ზემოთ ალბათ მარმარილოთია გაკეთებული.
ეს არის თაბაშირის ან ხის ნაჭერი, რომელიც სადღაციდან ჩამოვარდა, არ ვიცი ზუსტად საიდან. მიყვარს ეს სურათი, რომელიც აქ გვაქვს, ამ ქალბატონის, რომელიც ძალიან მკაცრად გამოიყურება. და ზუსტად ზემოთ ბუხრის თავზე არის ეს გერბი. შეიძლება ოდესღაც ოჯახის გერბი იყო. არ ვიცი როგორი იყო ატკინსების ოჯახის გერბი, მაგრამ ეს შესანიშნავი გერბია, რომელიც იქ სამუდამოდ არის გამოფენილი. და კიდევ ერთი ხის ქანდაკება აქ რელიგიური ფიგურის. კარგი, როგორც უკვე ვთქვი, აქ ყველგან ნახატები, ანტიკვარიატი და ლამაზი ავეჯია მიმოფანტული. აქ გამოსახულია ქალაქი. უძველესი ქალაქი. როგორც ხედავთ, ბორცვზე მდებარე ციხე. თუ დავიწყებთ აქ დარჩენილი ნანგრევების დათვალიერებას, შეგვიძლია ვიპოვოთ საგანძური უძველესი დროიდან. მინდა ვნახო, რა არის ის უკანასკნელი ოთახი იქ. სანამ აქ კიდევ წინ წავალთ, უკვე შეგვიძლია დავინახოთ. ის ნივთები, რაც მას ალბათ ბიზნესისთვის ჰქონდა ჩაწერილი იმ დროს. აქ პატარა სამზარეულოში შევდივართ. პატარა გვერდით სამზარეულოში, რომელიც იმ ოთახსაც ერთვის. აქ ჯერ კიდევ დარჩენილია მთელი საჭმელი, სანელებლები, მაკარონი და ყველაფერი. ეს რა უცნაურია, ვაუ, ყველა თებშიც კი ნიჟარაზეა დარჩენილი. ეს ადგილები ყოველთვის მაოცებს, ყოველ ჯერზე როცა ვსტუმრობ, თავგზას მირევენ. კარგი, წავიდეთ უფრო შიგნით ამ ადგილას, ასე რომ დავათვალიეროთ ეს უზარმაზარი დერეფანი და უკვე კუთხეში რაღაც ძალიან მაგარი შევამჩნიე. ეს არის სურათი. და ეს კაცი მარცხნივ აშკარად გავს იმ ადამიანს, რომელიც სურათზე დავინახეთ მაგიდაზე იმ ოთახში. ხოლო მარჯვნივ შეიძლება იყოს მისი ერთ-ერთი საყვარელი, ან ალბათ მისი, დი და მარინოელი, მაგრამ ჯერ 100%-ით დარწმუნებული არ ვარ. ეს კიდე უნდა გავარკვიოთ ამ ადგილას. რა თქმა უნდა, ყველგან არის ხელოვნების ნიმუშები. აქ ქვემოთაც კი კიდევ ცოტაოდენი შეშაა დარჩენილი. როგორც ხედავთ, დერეფანი ძალიან არეულ მდგომარეობაშია. ეს კაცი აქ მარტო ცხოვრობდა, ალბათ ხანდახან თავის საყვალებთან ერთადაც, მაგრამ ძირითადად მარტო, ამიტომ ყველგან ანტიკვარიატს აგროვებდა და აწყობდა. და შემდეგ ჩვენს უკან ეს მშვენიერი კიბეა. რა თქმა უნდა, თითოეულ სასახლეს სჭირდება გრანდიოზული კიბე. როგორც ხედავთ, ეს კიბე მეორე და მესამე სართულზე მიდის. მოგვიანებით ვიდეოში ჩვენ წავალთ იქ. აქ კიბის წინ მისი სასეირნო ჯოხებიც კი დარჩენილია. მას დიდი კოლექცია ჰქონდა, ყველა ლამაზად ნაკვეთი, უნიკალური ხის ნაკეთობები. ეს დაუჯერებელია და ეს მივიყვანს კიდევ ერთ საოცარ ოთახში ამ ადგილას. დიდ დარბაზში, დიდ სასადილო დარბაზში, სადაც სტუმრებს იწვევდნენ სადილები იმართებოდა. ეს მართლაც საოცარი ოთახია ამ ადგილას. ვაუ! აქ ბუხარიც კი საოცარია, გრანდიოზული და ელეგანტური. აქედან ვიწყებ. ამ მხარეს, ამ ოთახის კუთხეში პატარა მაგიდაა, ალბათ ვიღაცისთვის რომ დაჯდეს. ხო, შეხედეთ ამას. აქ დარჩენილია რამდენიმე დოკუმენტი. ბატონი ქრისტიან ქრისტოფ ჟან ჟილბერი ყავს აქ. ეს არის ამ ადგილის მფლობელი, დაბადებული 1952 წელს და ის იყო ადამიანი, ვინც მართავდა ამ სასახლეს. 2017 წლამდე, როცა ადგილი მიატოვეს. აქაც კი არის საფოსტო დანაზოგების ბანკის დოკუმენტები ქრისტოფერ ატკინსის სახელზე. ვაუ, აქ კიდევ რამდენიმე წერილიც დარჩენილა. შეხედეთ ამას ხალხო, ოჯახის რამდენიმე ფოტო აქ არის. ვხედავთ ქრისტოფს ქალებთან ერთად. რამდენიმე იგივე ფოტო, აქ ისევ ვხედავთ მას იმავე ქალთან ერთად. ეს შეიძლება მარი ნოელი იყოს, მისი. და ვაუ, მისი და
ამ ადგილას იმდენი ფოტო დარჩა. ეს საოცარია სანახავად და ისევ დიდი ბუხარი. ვაუ. ისევ დიდებული ხედი ამ ბუხარზე. გარშემო მარმარივოთი, მარმარივოს ბუხარი და შიგნით აგურის ქვა. შეხედეთ გერბს შუაში, აქ წერია 1633. ეს თარიღი რკინის ნაკეთობაშია ამოტვიფრული. ეს არის ამ სასახლის აშენების წელი. ასე რომ, ეს ფირფიტა, რომელიც ადრეს სასახლეში იყო, ისეთივე ძველია, როგორც თვითონ სასახლე. ვაუ, ნახეთ რა ლამაზია ეს. და ეს ბუხარი აქ მის წინ აშკარად მოგვიანებით არის დამატებული სასახლეში, მაგრამ მაინც ძალიან უნიკალური ნაწილია აქ. ნახშირიც კი ისევ მის მარჯვენა მხარესაა. ვაუ, ძალიან მსუბუქია. არ ვიცოდი რომ ნახშირი ასეთი მსუბუქი იყო, არასდროს შემხებია. კარგი, ვაუ, დასაჯდომი სივრცეა ამ მხარეს, პატარა მაგიდა მის წინ. და შემდეგ, რა თქმა უნდა, დიდი გრანდიოზული მაგიდა აქ, ოთახის შუაში. სადაც ხედავთ, რომ მის გარშემო ისევ 10 კამია განლაგებული. შეიძლება როცა მას დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიება ჰქონდა, ყველა თავის კლიენტს და ბიზნეს პარტნიორს იწვევდა და ერთად ვახშმონდნენ ამ ოთახში. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ხედავთ, თეფშები, ჩანგლები და დანები ისევ მაგიდაზეა დალაგებული, მაგრამ ვფიქრობ, ეს ფოტოგრაფების მიერ არის მოწყობილი. მშვენიერი ხელოვნების ნიმუშები. ამ სახლში ყველგან არის ხელოვნების ნიმუშები. ძალიან მომწონს ეს უზარმაზარი ნახატი, რომელიც აქ უკან არის და ტრადიციულ გლეხურ წყილს ასახავს. როგორც ხედავთ, ისინი ალბათ თავიანთი სოფლის წინ დგანან. ლამაზად არის დახატული და ეს ნამდვილად არ უნდა დარჩეს მიტოვებულ სასახლეში. აქ არის მაგიდა, კიდევ რამდენიმე ბოთლი ალკოჰოლია დატოვებული, კამპარი, ბოლზ ჟენევერი. ეს არის ნიდერლანდების პროდუქტი. შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი წიგნი და ყველაფერი ისევ აქ არის დატოვებული. მიყვარს ეს სავარცხელი, ან ეს. ცოცხი ან ჯაგრისი, ან როგორც გინდათ ასე უწოდეთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივ აქანდაზასთან ერთად იქნებოდა. აქ კიდევ უფრო მეტი ფოტო დარჩა. იმ ადამიანების, რომლებიც ოდესღაც ამ ადგილას ცხოვრობდნენ. ეს გავს ოჯახურ შეკრებას, ან კიდევ ერთხელ ქორწილს. ვაუ, კი, ვიღაცის დაბადების დღეა. შეიძლება თვითონ კრისტოფესიც კი. ეს დაუჯერებელია, ყველა სანთლებს აკრობს. ეს მშვენიერია. და შეხედეთ ამ სურათებს, რომლებიც აქ მარჯვნივ გვაქვს. ეს ყველაფერი თავად ციხესიმაგრის სურათებია. ვაუ, ხიდი გადადის პატარა ნაკადულზე. ადგილის გარეთ. ციხესიმაგრის ყველა მახასიათებელია აქ გამოსახული. ვაუ, ყველა დამხვარე ნაგებობა, მათ შორის პატარა ეკლესიაც, რომელიც მის მარჯვენა მხარესაა. ეს საოცარია, ეს არის ეზო. ვაუ. აქ გვაქვს ჩინური წარწერების მთელი რიგი. რა თქმა უნდა, კრისტოფერი მთელ მსოფლიოში აწარმოებდა ბიზნესს, ასე რომ ამას ყველგან ნახავთ ამ ადგილას. მას ჰქონდა ევროპული ანტიკვარიატი, მაგრამ ასევე ინგლისური, ჩინური და იაპონური ანტიკვარიატი. ის მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, იყო კაცი, რომელიც მუდმივად მოგზაურობდა, მუდმივად გზაში იყო და საქმიანობდა და ეს ყველგან ჩანს ამ ადგილას. ეს მართლაც საოცარია, იმდენი გავლენა მთელი მსოფლიოდან დარჩა ამ ადგილას. შეხედეთ ამას. რა თქმა უნდა, აქ კიდევ უფრო მეტი სურათია დარჩენილი და ესენი რაღაც სახის რესტავრაციის სურათებია. ჩანს, რომ ისინი აღადგენენ. შესაძლოა, ისინი სწორედ ამ ციხეს აღადგენდნენ, იმ ციხეს, რომელშიც ახლად გავართ. რადგან ეს სურათებიც ისევ ციხისაა, მაგრამ ამ სურათებზე ციხე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ჩანს, ვიდრე დღეს ვხედავთ. დიახ, სურათები ციხის ყველა კუთხიდანაა. ხო, აქ ვხედავ, რომ ისინი ამ ადგილის ნაწილებს აღადგენენ. ვაუ, და ეს სურათები 2000-იანი წლიდანაა, როგორც ხედავთ, დიდი ხნის წინანდელია. კარგი.
აქ გამყოფი პარავანია. და შემდეგ ძალიან დიდი წიგნების თარო. ჯერ კიდევ სავსეა წიგნებით, ჯერ კიდევ სავსეა ლიტერატურით, რომელსაც ქრისტოფი და აქ მსხურები ადამიანები კითხულობდნენ. ვაუ! აქვე პატარა დასაჯდომის სივრცეც არის, უზარმაზარი ქალისა და ბავშვის სურათით. ეს ისაა, რასაც მუზეუმში ნახავდით, მაგრამ არა მიტოვებულ ციხესიმაგრეში. ცოდვაა, რომ აქ დარჩეს. ეს ძალიან ლამაზი გამოსახულებაა, ეს ადამიანები. ნახოთ, რაიმე ნიშანი ხომ არ არის? ხელმოწერა თუ არის, ვერაფერს ვხედავ. ვაუ, ასევე ძალიან მომწონს რბილად მოპირკეთებული სკამები და ყველა ანტიკვარიატი, რაც ამ ოთახშია. ეს პატარა კარადაა, ეს პატარა უჯრა ამხარეს. მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ ოთახს, სანამ წინ წავიდოდეთ. კარგი, წავიდეთ ამ კორიდორში და ვნახოთ კიდევ რა შეგვიძლია ვიპოვოთ. აქ უყურებდი ამ პატარა ნამუშევრებს. და მგონია, რომ ისინი ბავშვების მიერ არის გაკეთებული, მაგრამ ვინ იცის, დარწმუნებული არ ვარ. და აქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კიდევ უფრო მეტი დოკუმენტი, რომელიც ბატონ ატკინსის ბიზნესის მიერ არის დაწერილი. მისი ქუდიც აქვედევს. ეს ქუდი, როგორც ჩანს, ნადირობის ქუდი იყო. სულეთ დარწმუნებული არ ვარ და ახლა ხან საუბრობდი ყველა აზიურ გავლენაზე და გავლენა მთელი მსოფლიოდან. და აქ უკვე შეგიძლიათ ნახოთ იაპონური კარტის თამაში. აქვედევს. ვაუ, ეხლა გავივლით ამ სასახლის არეულ დერეფნებში, რადგან ბევრი ოთახი ასეა გადავსებული სხვადასხვა ანტიკვარიატით. ძალიან მომწონს ეს ჭაღი, რომელიც ჭერიდან ჰკიდია. იგი იშლება, მაგრამ მაინც აქ არის და როგორც ხედავთ, წიგნების თაროებია. და ყველაფერი, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, აქ ხრია. მაგალითად, ეს ლამაზი რბილი სკამი უბრალოდ პირდაპირ ამ ოთახშია გადაყრილი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს? ხედავ მის მიერ გაკეთებულ სურათს, რაღაც ავეჯის სკამს. ეს აჩვენებს, რომ ის ხელოვნების კოლექციონერი და ხელოვნების დილერი იყო. ასობით წერილი ჯერ კიდევ ამ კუთხეშია დარჩენილი. ბუხარი აქ ქვემოთაა, ვაუ, ეს ქვები და ყველაფერი. ამიტომ ეს ადგილი არეულობაშია ხალხო. არ ვიცი ზუსტად რა დანიშნულება ჰქონდა აქ ყველაფერს, ან რას აკეთებდა ზუსტად ამ ადგილას, რადგან აქ ძალიან ბევრი სკამია. შეიძლება სემინარებს ატარებდა აქ. ის გავლენიანი ბიზნესმენი იყო, ასე რომ ნამდვილად რაღაცას აკეთებდა. აქ რაღაცას აკეთებდა, რაც მის ბიზნესს ან სხვა რამეს უკავშირდებოდა. ვაუ, შეხედეთ ამ უზარმაზარ იატაკის საათს, რომელიც ოთახის კუთხეში დგას. ვაუ. არც კი ვიცი სად უნდა ვიხედო, მაგრამ ამ ადგილას უმეტესობა ნივთებისა ძალიან საინტერესო არ არის. შეხედე მას. საოცარი, მოჩუქურთმებული, ხის კარადაა, ყველაფერი ძალიან საინტერესო ორნამენტებითაა ამოკვეთილი ამ კარადაზე. ვაუ. ლამაზი ლომის თავი აქვს ქვემოთ. ნახოთ, შევძლებთ თუ არა გახსნას. აქ უკვე აღარაფერია, ხედავ? მასზე კიდევ პატარა სტიკერია ინვენტარის ნომრით, რაც გვიჩვენებს, რომ ეს ალბათ მისი ბიზნესიდან იყო. ეს იყო ავეჯზე. სულ ეს არის. აქ შევდივართ ამ ადგილის სამუშაო სივრცეში. ხედავ ამ ბრუნავ მაგიდებს, ისინი ხის დასამუშავებლადაა შექმნილი. ხეზე მუშაობდნენ აქ. შეიძლება ავეჯსაც არემონტებდნენ ამ ოთახში. ეს შეიძლება ყოფილიყო სახლის ან ციხესიმაგრის ნაწილი, სადაც ავეჯს არემონტებდნენ. ალბათ მუშები აქ მუშაობდნენ ადრე. ხედავ ამ უჯრებს და პატარა გვერდით მაგიდებს. აქ დალაგებულია. მათაც აქვთ ეს პატარა ნიშნები, პატარა სტიკერები. რომლებიც აჩვენებს, რა არის ისინი და რა დანიშნულება აქვთ ბიზნესისთვის. შეხედე ამ უზარმაზარ ირემის თავს, რომელიც კარის ზემოთაა ჩამოკიდებული. ვაუ, არ ვიცი, ეს ირმია თუ ელქი, ზუსტად ვერ ვამბობ,
რა ცხოველია, ასე რომ კომენტარებში დაწერეთ. როცა პირველად დავინახე, გაოცებული დავრჩი. ვაუ. ოკეი. კიდევ ცოტა წინ წავიდეთ. ამ ოთახში კიდევ ერთი რამ არის, რაც ძალიან მომწონს. შეხედე ამ პატარა მანქანას, რომელიც აქ ქვემოთ დგას. ხის ბორბლები აქვს. კიდევ წინ წავიდეთ, აი მივედით მეორე მხარეს. სასახლის ამ მხარეს კიდევ ერთი მასიური კიბეა, რომელიც ზევით მიდის. აქ ზუსტად იგივეა, როგორც ოთახის მეორე მხარეს. აქაც ხედავთ, რომ ცდილობდნენ ამ ადგილის აღდგენას, რაღაცას ცდილობდნენ, რომ კი გაეცოცხლებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამ ხალხს იმდენი ფული ჰქონდა და მაინც ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რამდენად ძვირი ჯდება ასეთი ადგილის რესტავრაცია. აქ შევდივართ კიდევ ერთ სარემონტო ოთახში შეიძლება ითქვას. ყველა ინსტრუმენტი და ყველაფერი აქ არის დატოვებული, რომ ავეჯი და ანტიკვარიატი შეაკეთონ. და ალბათ თვითონ სასახლის შეკეთებაც რომ მოეხდინათ. არ მგონია, რომ კრისტოფმა ეს ყველაფერი თვითონ გააკეთა. ის ძალიან დახვეწილი კაცი იყო, ალბათ არ უნდოდა ხელები დაესვარა. მას ყველაფერს სხვები უკეთებდნენ. ყველა აკრილი, საფარი და აქ არის ღუმელები ყველა იმ ავეჯისთვის, რასაც ის ყიდდა. და ერთმა რამემ ნამდვილად მიიპყრო ჩემი ყურადღება ამ ოთახში. ეს არის ეს ხელოვნების ნამუშევარი, რომელიც ამოჭრილია ბუხარში. აქ ისევ იარაღი, მახვილია დატოვებული. ქვემოთაც ლამაზი იტალიური ბუხარია, აქ წერია პატრია და ეს ბელგიური ბუხარია. დამზადებულია ჰარენში. ეს ნიდერლანდებშია თუ ბელგიაში, ზუსტად არ ვიცი. და შეხედეთ ამ ბუხრის შიგნითაც, მარცხენა მხარეს ვხედავთ ვაფლის რკინას. ტიპიური ნუგბარია. ჩვენს ქვეყანაში ეს თკბილეულია, მაგრამ ადრე ასე ამზადებდნენ, ძალიან დიდია. ვაფლის რკინის ფორმები მე არ ჩავდებდი მათ ბუხარში და ასე ამზადებდნენ ვაფლს იმ დროს. ასევე ძალიან მომწონს ეს პატარა სათამაშო, რომელიც აქაა გაკეთებული. სრულიად ხელნაკეთია, როგორც ხედავთ. ალბათ იმ ბავშვებისგან, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. ვაუ, ძალიან ლამაზია. ყველა მექანიზმი და ყველაფერი ჯერ კიდევ ჩანს, როგორ მუშაობს. ეს საოცარი რამაა, რომ დარჩა აქ. კიდევ უფრო მეტი ნახშირია ბუხართან ახლოს. მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ ამ ოთახის შიგნით. საკმაოდ ცარიელია. აქ განსაკუთრებით სანახავრებია, სანახავი არაფერია. სანამ ზემოთ ავალ, ახლახან გავიგე, რომ ამ ადგილს კიდევ ერთი სარდაფი აქვს. ჩვენ უკვე ვნახეთ პირველი სარდაფი, მაგრამ მეორე მხარეს კარი ჩაკეტილი იყო და აქ ამ უკან დავინახე კიდევ ერთი პატარა კორიდორი, რომელიც ქვემოთ ჩადის. ეს სასახლე მართლაც უზარმაზარია და აქ ყველგან ოთახები და კორიდორებია. შეხედეთ ამას, კიბე, რომელიც მიდის დილეგში, სარდაფში. ძალიან მიყვარს სასახლის სარდაფებში ჩასვლა, რადგან ზოგჯერ იქ დამალული გასასვლელები, ღვინის მარანები, ან უბრალოდ უძველესი ნივთები გვხვდება, რასაც ჩვეულებრივ ვერ ნახავ. შეხედეთ ამ საკეთს, რომელიც კარზეა. პირდაპირ რომ ვთქვათ, თუ ძლიერ შევეხები, შეიძლება სულ დაიშალოს. და აი მოვედით. შიგნით. ვაუ, ვგრძნობ როგორ უბერავს აქ ქარი. მგონი ეს რაღაცა ღვინის მარანია, ან საკვების შესანახი ადგილი იყო ადრე. აქ ძალიან ნოტიო უნდა ყოფილიყო. ეხლა ძალიან ნოტიოა, მომწონს. თაღოვანი ჭერი ძალიან ტიპური არქიტექტურული სტილია იმ პერიოდისთვის. ვაუ, შიშველი აგურის წყობა, რომელიც აქ გრძელდება, ეს მილები მოგვიანებით არ დაუმატებიათ, როგორც ხედავთ. საინტერესოა, სად წაგვიყვანს ეს? ნახეთ ამ ხალეს. რა გვაქვს აქ?
ვფიქრობ, იმ პერიოდში ეს ადგილი ღვინის მარანი იყო, სადაც მთელი ღვინო ინახებოდა. ინახებოდა, მაგრამ ახლა აქ ყველგან ბევრი ავეჯია. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს? შეხედეთ ამ კარს, რომელიც ჩვენს წინ არის და არის პატარა ხვრელი, საიდანაც შეგიძლიათ გაიხედოთ. და პირველი რაც თავში მომდის, ისაა, რომ ეს შეიძლება რაღაც ტიპის ციხე ყოფილიყო. მე-17 საუკუნეში შეიძლება აქ პატიმრები ჰყავდათ. ეს პატარა საკნის მსგავსია, ხო მეთანხმები? 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ხო, შეიძლება პატიმარი. აქ მცხოვრებ ხალხს შეეძლო კარგად დაეკეტა. როგორც ხედავთ, ორი გზა არსებობს, რომ დაკეტოთ. ასე რომ, აქედან გაქცევის შანსი არ იყო. ეს საოცარია. ვფიქრობ, აქედან ისევ შეგიძლია ცოტა გარეთ გამოხვიდე, ეზოში. ვაუ, ახლა დროა ავიდეთ ზემოთ, ამ საოცარი კიბით, ამ ადგილის მეორე სართულზე. საბედნიეროდ, ჩვენთვის ეს კიბე არ დაუფარებიათ სარემონტო სამუშაოებით და ჯერ კიდევ შეგვიძლია დავინახოთ ლამაზი გამოჩენილი ხის დეტალები. წლების განმავლობაში რაც ეს აშენდა, აქ, კიბის თავზე, ადრე ცხოველი იდგა, აქ. ვაუ, შეხედეთ ამ ლამაზ და დახვეწილ დიზაინს. ამას. ეს მიგვიყვანს. მეორე სართულზე, ვაუ, ეს ნამდვილად სიამოვნება უნდა ყოფილიყო. აქ ყოველდღე ასვლა ნამდვილად სიამოვნება უნდა ყოფილიყო. მარჯვნივ პატარა ოთახს ვხედავ. ძალიან პატარა საძინებელს გავს. შეხედე ამას. ღმერთო ჩემო, კიბის შუაში ძალიან პატარა საძინებელი გვაქვს. ისიც თანამედროვე, უბრალო საძინებლებს გავს და არა ისეთ ოთახს, რომელიც საუკუნეებია გამოიყენება. მაგრამ ჩემი აზრით ეს შესანიშნავია. კარგი. წავიდეთ უფრო მაღლა და აქ პირდაპირ სამშენებლო ზონაში შევდივართ. როგორც ხედავთ, აქ პლასტიკია, კარკასები და ყველაფერი კიდია და მესამე სართულიც აქვეა დალუქული, მაგრამ მეორე მხარეს შეგვიძლია ამ ადგილის მესამე სართულზე ავიდეთ. ვაუ! ისინი ნამდვილად ბევრს მუშაობდნენ და ცდილობდნენ ამ ადგილის მოწესრიგებას, მაგრამ სამწუხაროდ ერთ მომენტში შეწყვიტეს და აღარ გააგრძელეს მუშაობა. აქ კიდევ ერთი დიდი ოთახია. ან ის, რაც ადრე დიდი ოთახი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი დაინგრა და დასრულება ვერ მოახერხეს. აქ ცხოვრება ატკინსების ოჯახმა დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისში. ქრისტოფისა და მარის წინაპრებმა და მამამ. აქ საცხოვრებლად გადმოვიდნენ, გააფართოვეს ბიზნესი და შემდეგ ქრისტოფმა გადაიბარა ყველაფერი და კიდევ უფრო მდიდრული გახადა, ვიდრე მისმა მამამ და წინაპრებმა გააკეთეს. შეხედე ყველა იმ ავეჯს, რაც აქ დაკარგულია, ეს უბრალოდ სიგიჟეა. მაგალითად, ეს მაგიდა. გამშვენიერი ნივთია. მასზე ინვენტარის ნომერი არ არის. შემდეგ მის გვერდით დგას მშვენიერი ნახატი. თაფლის ქილა. ჩიბუხი და მსგავსი ნივთები. ბავშვის ეტლი, მის წინ დარჩენილი. ლამაზი ანტიკური ეტლი. ვაუ, სახლში ესეთი დეკორატიული ნივთი ძალიან ლამაზი იქნებოდა. რბილ გადაკული სკამები. ეს ოთახში ყველაზე ექსტრავაგანტური ნივთიც კი არ არის. ეს თუჯისგან დამზადებული ოჯახის გერბი. ალბათ იმ პირველი ოჯახის, ვინც აქ ცხოვრობდა. ლამაზად არის გაკეთებული ცხენებით და ლომით. ვაუ! კიდევ ერთი რბილგადაკული სკამი მის გვერდით და შემდეგ ძალიან დიდი დასაჯდომი კუთხე აქვს. არ ვიცი რეგულარულად იყენებდნენ თუ ვიღაცამ უბრალოდ დააწყო, მაგრამ ეს სკამები წარმოუდგენლად კომფორტულად გამოიყურება. ისინი ნამდვილად ანტიკური სკამები არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზი ნივთებია. ეს რაღაცა რბილგადაკრული საქანელა სკამია? არა, ეს უფრო დასაწოლი სკამია. გონი ასეა, დიახ. ვეღარ ვძრავ,
ძალიან ლამაზი ავეჯია. აქ კიდევ რამდენიმე იატაკის საათი გვედგა. კიდევ უფრო მეტი ავეჯი ამ მხარეს. საწოლის ჩარჩოები, მატრასები, ყველაფერი რაც შეიძლება წარმოიდგინო, აქ ყრია. ბუხარი, მარმარილო. მეც ძალიან მომწონს აქ კარის ჩარჩოები და ზოგადად კარები. ძალიან კარგი დამატება ამ სახლისთვის და ყველგან ერთნაირია. კარგი, მოდი კიდევ დავათვალიეროთ აქ. რადგან მგონია, რომ ეს ზედა სართულები ძირითადად საწყობად გამოიყენება, მაგრამ არის რამდენიმე ლამაზი ნაწილი ამ ზედა სართულებზე. შეხედეთ ამას. ბიზნესის ყველა დოკუმენტის დიდი არეულობა აქ. ყველაფერი აქვეა დატოვებული წლებისა და საუკუნეების განმავლობაში. სადაც ისინი ანტიკვარიატით ვაჭრობის ბიზნესს აწარმოებდნენ. ვაუ! აქ დარჩენილი ჭაღები, გობელენები, ნანგრევების ქვეშ, მაგიდა, სადაც ისინი მუშაობდნენ. ყველა საქაღალდე, მათი კლიენტების დოკუმენტები, ყველაფერი აქ არის დარჩენილი. ვაუ, ვაუ! ამ ოთახში ნამდვილად ძალიან ლამაზია ბუხარი, რომელიც შუაშია. საოცარი ბუხარი, რომელსაც ირგვლივ მარმარილო აქვს. სრულიად ულამაზესია. ეს უდაოდ ჩემი საყვარელი ბუხარია მთელ სახლში და მის ქვემოთ არის ეს ძალიან განსაკუთრებული რბილგადაგრული დივანი. თორსა პირველად დავინახე, გაოცებული დავრჩი. ეს უბრალოდ შესანიშნავი ნამუშევარია ყველასთვის და თვითონ ამ ბუხარშიც კი აქვთ ეს გერბი ჩაშენებული ქვაში. თუჯისგანაა დამზადებული, ზემოდან გვირგვინით. და ბევრი კვამლი წლების განმავლობაში, რაც ბუხარი აქ მუშაობდა. შეხედეთ ყველა ავეჯს, რაც ამ ოთახში დარჩენილია. კარგი, წავიდეთ ამ კორიდორში უფრო შორს. აქ ზემოთაც ვხედავთ კიდევ უფრო მეტ ავეჯს. ყველგან დგას სკამები და მაგიდები. კრისტოფმა ეს სასახლე აშკარად არა თავისი ოჯახის, არამედ ბიზნესისთვის გამოიყენა. ვაუ, ღმერთო ჩემო, აქ ზემოთ კიდევ საძინებელიც კი დარჩენილა, სრულიად ხელუხლებელი. საწოლი ჯერ კიდევ გაწყობილია, გვერდითა მაგიდები ადგილზეა, უჯრაც აქაა. ვაუ, არ ველოდი ესეთ ლამაზ საძინებელს ამ ზედა სართულებზე, რომლებიც როგორც ახლა ვნახეთ, ანტიკვარიატითაა სავსე. შეხედეთ ამ მშვენიერ გვერდით მაგიდას. მარმარილოს ზედაპირით ზემოთ ამოჭრილი ფირფიტაა, რამდენიმე ქანდაკება დგას. ეს იაფი ხელით ნაკვეთი ნამუშევარია. ოჰ, როგორ მომწონს ეს აფრიკული ხელოვნების ნიმუში, რომელიც აქ გვაქვს. უბრალოდ შესანიშნავია. და როგორც ხედავთ, მისი ყველა ტანსაცმელიც აქვეა გვერდით დატოვებული. ყველა მამაკაცის ტანსაცმელია, რა თქმა უნდა, არა, აქვე რამდენიმე ქალის ნյութიც წერს. ვიღაცის სავარცხელი, საპარსი, კბილის ჯაგრისი, ყველა ეს პირადი ნյութი, ყველა ჰიგიენური ნյութი აქვეა დატოვებული. ეს სიგიჟეა და ეს შეიძლება მათი წინაპრების, ოჯახის მამისა და დედის, კრისტოფისა და მისი მშობლების, კრისტოფისა და მარის მშობლების იყოს. აქ კიდევ უფრო მეტი ტანსაცმელია. აქვეა ძალიან საყვარელი პატარა საძინებელი. ჩემი აზრით, ნამდვილად კარგი დამატებაა ამ სახლისთვის. ლამაზი. ისევ ხედავთ ბევრ პლასტმას, რომელიც ოთახიდან ოთახამდეა გაშლილი. ყველაფერი მზადდებოდა დიდი რემონტისთვის, რომელიც აქ მიმდინარეობდა. ძალიან მომწონს ეს პატარა სკამები, რომელსაც საწოლის წინ დადგამდი, დილით დაждდებოდი, ტანსაცმელს გამოიცვლიდი. კიდევ უფრო მეტი საქაღალდე, სადაც მთელი ბიზნესის ინფორმაციაა დატოვებული. აქ წერია ბიზნესის ფოტოები, ალბათ ყველა ფოტო მათი ანტიკური ნյութების.
პატარა ძროხა და მიდის. ძროხა აქ წევს. ვაუ. ვაუ. აქ ისევ მოვედით მეორე მხარეს, მაგრამ შემდეგ ზედა სართულებზე და შორს დავრჩეთ. მინდა ამ კორიდორში გავიარო, აქ მინდა ამ მხარეს გადავხედო. როგორც ჩანს, საკმაოდ ცარიელია. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ციხესიმაგრის უკანა მხარე. ამ ციხესიმაგრეს 500 აგრი მიწა აქვს, უზარმაზარი ადგილია. ბელგიის გულში მდებარეობს. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის სანახავი. აქ რამდენიმე სურათი ჩანს. ვაუ, კარგი, აუცილებლად უნდა გაჩვენოთ ეს სურათები. ერთი წამით კამერას დავაღენებ. ახლახან დავინახე ეს სურათები და მათი სილამაზით გაოცებული დავჭი. ეს სურათები ასახავს იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ ატკინსების ოჯახისას, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ. აქ შეგიძლიათ ნახოთ, ალბათ ეს სადღაც პირენეებშია, ან ავსტრიაში, ან შვეიცარიაში. აქ ვხედავთ ამ ლამას სურათებს. ეს ახალგაზრდა ქალი ნამდვილად შთამაგონებელია. და აქ არის ოჯახის დიდი ფოტოალბომი. აგვისტო 1901 წელი. შეგიძლიათ ნახოთ ოჯახის დედა, რომელიც სახლთან, საბავშვო ეტლთან ერთად დგას. ვაუ. ეს არის ყველა სურათი. ოჯახისგან, რომელიც აქ ცხოვრობდა, ატკინსების ოჯახიდან, ეს არის რაღაც, რაც არ უნდა დარჩეს უკან. ეს სურათები 120 წლისაა ამ პატარა გოგონასგან, მაგრამ ის ნამდვილად აღარ არის ცოცხალი. ეს ნამდვილი ისტორია ამ ოჯახიდან. შეხედეთ ამ ქალს, აფრიკელ ქალს, რომელიც დგას ეტლში მჯდომ პატარა ბავშვთან ერთად, სადღაც პარკში, 1902 წელს. ყოველთვის, როცა ესეთ სურათებს ვხედავ, უნდა გადავხედო მათ. უნდა გაჩვენოთ ისინი. აი ისინი ერთად არიან 1903 წლის ოქტომბერში, ნავზე. ვაუ. განა, ეს არ არის უბრალოდ შესანიშნავი. და ჩემი აზრით, ეს სურათები საკმაოდ მაღალი. 1908 წელს კაიროში, ეგვიპტეში, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდრები იყვნენ, ამიტომაც ბევრს მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო და ჰქონდათ ფული, რომ ესეთი ფოტოები გადაეღოთ. ეს ფოტოები ალბათ არასდროს უნახავს არავის, ოჯახის გარდა და ახლა პირველად ყველას გაჩვენებთ. ვაუ. ამ სურათების გადაღებაც საკმაოდ განსაკუთრებული მოვლენა იყო იმ ადამიანებისთვის, რადგან იმ დროს ფოტოგრაფია ისეთი გავრცელებული არ იყო, როგორც დღეს გვაქვს. ვაუ. და ეს იწყება 1902 წელს. და ახლა 1919 წელში ვართ. და ეს გრძელდება უფრო და უფრო. აქ ჩვენ შევდივართ პირველ მსოფლიო ომში. და აქ ნამდვილად შეგიძლიათ ნახოთ, ყველა მოგზაურობა, რომელიც ამ ადამიანებმა მსოფლიოს გარშემო განახორციელეს, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ. აქ ვიპოვე. ეს არის ამ ქალბატონების ყველა ეს სურათი, როგორც ხედავთ, ეს ერთია. რა თქმა უნდა, შიშველია, მაგრამ აქ კიდევ ერთი ქალბატონის სურათი გვაქვს. თუმცა მე ასევე გადავხედე აქ არსებულ ყველა ამ წერილს. არა ყველა, მაგრამ აქ ძალიან საინტერესოა. მაგალითად, მისი და მარი ნოელი ამ წერილში თავის ძმას კრისტოფს ესაუბრება და ეკითხება, როგორ არის, კარგადაა თუ არა და როგორ არიან მისი საყვარლები. შემდეგ კი ჩვენ გადავხედეთ ყველა ამ წერილს და ჩანს, რომ კრისტოფი იყო კაცი, რომელსაც ბევრი საყვარელი ჰყავდა, ბევრი ქალი შეხვდა და ბევრ მათგანთან დადიოდა. ეს უბრალოდ ძალიან სასაცილოა აქ რომ ხედავ. რადგან პირდაპირ წერენ ქალები და არიან ქალები, რომლებიც მასზე გაბრაზებულები არიან. და ქალები, რომლებიც წერენ, როგორ მიყვარს ის და ჩემი საყვარელი და ეს და ის და ეს ძალიან მომწონს. რაღაც ასეთი რო დაინახო ძალიან ლამაზი და საინტერესოა, არასდროს მინახავს მექალთანე კაცის სასახლე, კაცის, რომელსაც ბევრი ქალი ჰყავდა. ის არავის დაქორწინებია, უბრალოდ იყო ადამიანი, რომელსაც ბევრი ქალი ჰყავდა და ცხოვრებაში ამას სიამოვნებდა, ხო? აქ კიდევ ერთი ფოტოალბომიც შეგვიძლია ვნახოთ, კიდევ უფრო მეტი სურათით ამ ადამიანების. აქ ათასობით ესეთი ძველი სურათი დარჩენილა. შეხედე ამას, ყველაფერი ისეთი მდიდრულია, ისეთი ლამაზია სანახავად.
ეს ვენეცია იმ დროიდან. შეხედე ამ ქვედა სურათს, ეს ტურიზმამდეა, მანამდე. მასობრივი ტურიზმის დაწყებამდე ვენეციაში, როცა ვენეცია ჯერ კიდევ ძალიან ავთენტური იყო. ამ ადამიანებსაც უდაოდ უყვარდათ ნაოსნობა, როგორც ხედავ. ბევრი იახტა, რომლებიც თელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ. ვაუ, ვერ ვწყვეტ ამ შესანიშნავი სურათების ყურებას. მაგალითად, ეს ქალბატონი კატასთან ერთად 1907 წელს. ხალხი ველოსიპედებზე სხედან. ასე რომ ამ ადგილას კიდევ ერთი ბოლო სართულია, რომელიც ჯერ არ დამითვალიერებია. ეს არის მესამე სართული აქ, მაგრამ აქ ნამდვილად ერთი საინტერესო ფაქტია. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ადამიანები ინგლისელები იყვნენ. ეს იყო ინგლისის დროშა, ატკინსების ოჯახი. აქვე არის ეს ლამაზი ვაზა, სამწუხაროდ გატეხილი, ჯერ კიდევ დევს კიბეზე, რომელიც ზედა სართულზე მიდის. კარგი, კიბე ცოტა გადახრილია, მაგრამ მაინც ვცდი ასვლას. ზოგჯერ გიჟურ რაღაცებს ვაკეთებ. ეს გავს სხვენს, სადაც ახლა ავდივართ. ამ სახლის ზედა სართულებია. დიახ, ნამდვილად. ამ ადგილს სხვენი აქვს. ესენი ტრადიციული სასახლის სხვენებია. როგორც ხედავთ, აქ ბუხარი ერთიანდება და შენობიდან გადის. ყველა ფანჯარა უბრალოდ ღიაა და დროთა განმავლობაში გატეხილია. აქ ზემოთ კი უამრავ რამეს ინახავდნენ. ანტიკვარიატს, სკამებს და ავეჯს. მოდით ნახოთ კიდევ რა არის. შეგიძლიათ იპოვოთ ამ სხვენში აქ. ვა, ნახეთ, ეს ყველაფერი საწოლის ჩარჩოებია. აქვე ხედავ ბუღალტრული მაგიდებსაც. ამდენი ავეჯი. ამ სახლში მიტოვებულია. ხალხი ამაზე 1000-ობით ევროს გადაიხდიდა. აქ კი უბრალოდ ელბება. მოდით მეორე მხარესაც ვნახოთ. იქნება კიდევ რამე საინტერესო აღმოაჩინოთ. ეს სხვენის სივრცეები ალბათ არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ შესანახად. hold ამ მიზნით, ხო? ხო, აქ ზევით ბევრი ავეჯის გარდა არაფერია. ეხლა ჩვენ გამოვიგულიეთ ეს უზარმაზარი ადგილი. ეხლა ვდგავართ ამ საოცარი ციხესიმაგრის უკანა მხარეს. კიდევ ერთი რამ მინდა გაჩვენოთ, სანამ წავიდეთ. შეხედეთ აქ არსებულ თხრილებს, რომლებიც ციხესიმაგრის გვერდითაა. წყალი აქედან გაივლიდა და ეს ამ ადგილში შემოჭრილებისგან ბუნებრივი დაცვა იქნებოდა. მართლა დიდი სიამოვნება მივიღე აქ გლევისგან, მარხვა მომეწონა ატკინსის ისტორია, ქრისტოფერის ისტორია, რომელიც აქ ცხოვრობდა. ეს იყო საოცრად ლამაზი, რომ დამეფიქსირებინა და მსოფლიოსთვის მეჩვენებინა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარი კომენტარების სექციაში. ასევე აღწერაში არის მული Patreon-ზე, სადაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს და დაგვეხმაროთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში. ამ ყველაფრის შემდეგ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის და მომავალ კვირას კიდევ ერთ საოცარ ეპიზოდში შეგხვდებით. მიყვარხართ.